სად შევუხვია? გამომწერებო, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. ხილად, ახლა ხელი ძირს უნდა დადო და გააგრძელო. მიდი, შენ გამოგივა, ნიკოლ. ბავშვებო, რას აკეთებთ? ტელეფონებზე ვართ. გონია რომ სახალისოა? კი, ეს უკეთესია ვიდრე რას გვთავაზო? ვერთობით. არ ვიცი, სადმე გასეირნებას, რაიმე გამოწვევას, ან რაიმე შორცის გადაღებას. შენ და შენი გამოწვევები და შორცები, ცოტა ზარმაცი ხომ არ გგონიათ თავი? ჩვენ არ ვართ ზარმაცები. ჩვენ ახლა რას ვაკეთებ? ახლა ერთმანეთს მესიჯებს უგზავნით ონლაინ. დიახ. სხვათა შორის თავისუფალ დროს ასაკეთებთ ხოლმე? უთხარით თქვენ გამომწერებს. კარგი, თავისუფალ დროს მე შემიძლია ფილმის ყურება. შემიძლია მჭამო. სხვათა შორის მიყვას ჭამა. კარგი, და შენ? პერიოდულად ვსწავლობ იტალიურს. ვცდილობ რომ სპორტით დავკავდე. უბრალოდ ნუ მოიტყუები. არა, ეს ყველაფერი ტყუილია. ბლოგერებო, ძალიან მაგარი წინადადება მაქვს თქვენთვის. ახლა ხან წავიკითხე კომენტარები ვიდეოს ქვეშ. ბოდია, შენ წონაში უნდა დაიკლო. ნიკოლი და ნიკოლი ყველას ძალიან გამხდარი გონია. ახლა მომისმინეთ. ვერ გავიგე, რაო? ეს მეტისმეტია. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. და კიდევ ერთი მაგარი შემოთავაზება მაქვს თქვენთვის. 24 საათის განმავლობაში ტანმოვარჯიშესავით უნდა იყვებო. შენ ამას გააკეთებ. და ნიკოლი კი? კარგი, ისე რომ იცოდეთ მე არც ისე მოკნილი ვარ. და ნიკოლი 24 საათის განმავლობაში ბოგდანივით შეჭამს. მას ანდროის მანძილზე ბოგდანივით მოუწევს ჭამა. არავითარ შემთხვევაში. მისმინე, მაგრამ შენ ახლა თქვი რომ ჭამა მაგარია. სხვათა შორის კი, ჭამა მაგარია, მაგრამ სწორი საკვებია საჭირო. კარგი, მოიცა, მაგრამ ყოველთვის გინდოდა ცოტა არაჯანსაღი საჭმელი გეჭამა. ბოდია, როგორ საუზმობ ხოლმე? ცხელი სენდვიჩები და ჩაი. კარგი, არ ვიცი. ურღულეულის მომზადებაც შემიძლია. კარგი. და ნიკოლ, როგორ იკვებებიან ჩვეულებრივი ტანმოვარჯიშეები დილით? შვრიის ფაფას და კენკრაფჭამ. კარგი, გადაწყვეტილია. შვრიის ფაფას, სენდვიჩისა და ბურღულეულის წინააღმდეგ. გამომწერებმა დაწერონ, რომელი საკვების ჭამა ურჩევნიათ ხოლმე დილით. ცხელი სენდვიჩების თუ შვრიის ფაფის. ამასობაში მე მოვემზადები. ტანია, მითხარი რას აპირებ, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან საინტერესო იქნება. კარგი, გეუბნებით შენ და ბავშვებს, რომ დღეს 24 საათისთვის 2 მენიუ მოვამზადე. კარგი, შეხედეთ. ეს ჩვენი შვრიის ფაფა, ეს ჩვენი სენდვიჩებია. ვაუ! კი, ნიკოლისთვის ძალიან გემრიელი იქნება, მაგრამ ბოდია ამ დღეს ვერ გაუძლებს. უბრალოდ ჯოჯოხეთური დღე იქნება, მაგრამ ეს მათი საჭმელია. ნიკოლი შოკოლადის კრუასანებს მიირთმევს. ბოდიოსი კი ასეთია. მოგვიანებით კი იდეა მომივიდა, რომ წავიდეთ მაგარ ადგილას, მაგარ რესტორანში, მაგარში, სახელად მაკდონალდსში. და იქ ბოდია კარგს ვერაფერს ვერ მიირთმევს. ბოდიას ტვინი ნამდვილად გაუგიჟდება ცუდმებისგან. მე მას არაფერს ვუყიდი სალათის გარდა. დარჩით ჩვენთან ამ ვიდეოს განმავლობაში და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ბოდია მთელი თვის განმავლობაში ნიკოლს მაინც შეუძლია ამის ატანა, მაგრამ შენ შეგიძლია ამის ატანა? დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ საკუთარი თავის კონტროლს და სწორად კვებას. არჩევანი ნამდვილად არ გაქვს. ნიკოლ, სენდვიჩებს შეჭამ. ბოდეჩკა, შენ ფაფას შეჭამ. შეხედეთ, რა გემრიელია. ნიკოლი თკბილ და გემრიელ ჩაის დალევს. ეს უგემრიელესი იქნება. შენ კი ახლად დაწვრილ სტაფილოს წვენს. სხვათა შორის იცოდით, რომ შოტლანდიაში ეროვნული კერძი შვრიის ფაფაა? მასში შაქარსაც კი არ ამატებენ ხოლმე. წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობდი, როცა ტანმოვარჯიშე ვიყავი? წარმომიდგენია. ახლა ცხოველთა სამყაროში გვაქვს პროგრამა და ახლა ახალგაზრდა კამეჩი სასოწარკვეთილად ცდილობს სიტუაციის გადარჩენას. მაინტერესებს, რას აკეთებს იქ? ბავშვებო, გონი უნდა შევამოწმო. ბავშვებო, ეს შერლოკ ჰოლმსის რუბრიკაა. შეხედეთ, რას აკეთებს. გონია, რომ არავინ ხედავს, რადგან ტანია და ნიკოლის ხედან და არაფერს არ აკეთებენ. კარგი ხალხო, გირჩევთ გავაგრძელოთ ჩვენი გამოწვევა და ახლა უნდა ვირბინო. გაემზადეთ და წამოდით. კარგი, მაშინ ჩვენ ვსად ვართ? დღეს ვფიქრობ 4 კილომეტრს ვირბენ. ვფიქრობ ტანმოვარჯიშეები მეც დარბიან, მაგრამ 4 კილომეტრს ვირბენ. როგორც ჩანს, საკმარისია და შემდეგ ბუქნებს გააკეთებ? შარვალს გავიხევ, მეხუმრები? ხალხო, საქმე ასე მარტივად არ არის. ის სამზარეულოში შემოვიდა, როცა თქვენ ვერაფერი შენიშნეთ და ერთი კრუასანი მოიპარა. რას გულისხმობ? მან ერთი კრუასანი მოიპარა. სერიოზულად? ნიკოლსაც მოუმზადე საჭმელად? კი. მიდი, მიყევი მას. ზოგადად ნიკოლი იტალიური საკუთილებზე დადის, მაგრამ ახლა მას გამოვტოვებთ, რათა ბოდიას მივყვეთ. მე საჭმელს წამოვიღებ, შენ კი სწრაფად გამომყევი. გაემზადეთ. საინტერესოა, როგორ გაიმართლებს თავს მოგვიანებით? სწორედ ამას გავარკვევთ, როგორ გაიმართლებს ის თავს.
ნახეთ, გარბის. ვაუ, ნახოთ. ხოთა შორის ბოგდანისთვის პატარა სნექი მაქვს. მან სადღაც მან შეუხვია. შეუხვია? სად შეუხვია? იქ არის. ის იქ არის. ხედავ მას? კი, გარეთ. აი იქ არის. მე ხედავ მას. კი ნახავ დავკარგეთ. აი იქ არის. მიქეთ მიდის. ჩუმად. გამარჯობა ბოგდანჩიკ. ჰეი, რას ვაკეთებთ? რა გიჭირავს ხელში? არაფერი. აქ იდო და ავიღე რომ სუნი მეგზნო. მაშინაც კი თუ იდო, არ უნდა გეჭამა. დღეს 24 საათი სწორად უნდა იკვებო. კარგი. მოტყუება ძალიან ცუდია. -1 ქულა. ჩემი აზრით, როდესაც ეს ვიდეო დაიდება, ნახავთ რა მოხდა სინამდვილეში სამზარეულოში და საიდან მოიტანეს ეს კრუასანი. ვაღიარებ, მოვიპარე, რადგან შრის ფაფა არ იყო საკმარისი. ძალიან ცოტა იყო და კიდე მშია. ბოდია, იცი რა იქნება სინამდვილეში გემრიელი? ტანვარჯიშის საჭმელი მაქვს შენთვის. შეხედე ამ ფერებს, წვანილებს, ვაშლებს, ყველაფერი აქ არის. ცოტას დაახველებ და მოგეშვება. მაგარია არა? მოიცა ერთი წუთი, ჩემი ფრჩხილები ნახეთ? ბოსნეული მაგარია. დაწერეთ, მოგწონთ თუ არა ჩემი ფრჩხილები. მისმინე, მეჩვენება რომ ბოლოს იმდენი ირბინა, რომ ცოტა დანდობა სჭირდება? გინდა? ეს კიდევ ერთი გამოცდა იყო. ეს გამოცდა იყო, ბოდია. შენ დღეს ცუდად არ გამოიკვებები. კიდევ 2 კილომეტრი ვირბინოთ. ჟენია, აღარ შემიძლია, კარგი, დღეს ერთხელ მაინც შემიძლია რამე ნორმალური ვჭამო და არ მინდა რომ მთელი დღე ბოსნეული მივირთვა. მისმინე, საერთოდ ვერ ძლებ? გამოწვევა. რამდენი გამოწვევა ყოფილა და ყველაფერი კარგად იყო. ჩვენ უბრალოდ ტანიას არ ვეტყვით. არა, გამორიცხულია. მოღალატე, კარგი. ბავშვებო, ახლა მე თქვენ რაღაც უნდა გითხრათ. სხვათა შორის, ვინც არ იცის, 2 თვეა იტალიაში ვართ. სადღაც ასეთ ადგილას და ვიდეოებს ვიღებ თქვენთვის. ნიკოლი იტალიურს სწავლობს, ონლაინ სკოლაში სწავლობს. ბოდია კი? იტალიურს დამოუკიდებლად ვსწავლობ კი? ეს მე არ ვიცი, ბოდია, რადგან ჩვენ ბიჭებთან ერთად არ ვცხოვრობთ. ნიკოლთან ერთად სალქე ვცხოვრობ და ბიჭები სალქე ცხოვრობენ. სხვათა შორის, ბავშვებო, თუ გსურთ იცოდეთ როგორ ვცხოვრობთ და ჩვენი ორი ბინის ოთახები დაგათვალიერებინოთ, მაშინ დაწერეთ კომენტარებში. და თუ ბევრ კომენტარს დაწერთ, ნახავთ თუ როგორ ცხოვრობთ მე და ნიკოლი და ასევე როგორ და ჩვენ როგორ ვცხოვრობთ? ჩვენ ჩვეულებრივად ვცხოვრობთ. არა, საჭირო არ დაალაიქოთ. ბავშვებო, რა თქმა უნდა მესმის რომ დღეს მარტო თქვენ მიირთმევთ სენდვიჩებს და კრუასანებს, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივად ვივახშმოთ, მაგალითად მაკდონალდსში. პრინციპში, ალბათ კი. შემდეგი კვებისთვის ალბათ ესეთი რაღაც შეიძლება კი. სადილის დროს ტანმოვარჯიშეებს პერიოდულად შეუძლიათ მაკდონალდსის ჭამა. დიახ. და სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს რაღაც თქვენთვის. მე ნამდვილად მომამზადე ეს თქვენთვის მაკდონალდსში. ჩვენ მაკდონალდსში ვისადილებთ. წავედით. ბავშვებო, გოგოები ბოლო დროს ძალიან ხშირად დადიან მაღაზიაში და ახლა ველოდებით მათ, სანამ იქარიან და რაღაც ახალს ყიდულობენ თავისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ შეხედეთ ბოდიას, მაკდონალდსში მინდა წასვლა. კარგი ბავშვებო, მაკდონალდსში მოვედით. მე გთავაზობ ჯანდაბა. გირჩევთ მაგიდასთან მიხვიდეთ და მე და ჟენია ახლა ავარჩევთ რა შეუკვეთოთ თქვენთვის. რამე კარგი, ყველაფერს ვაკეთებთ ჩელენჯის მიხედვით. კი, მალე წადით. სწორად გავიგე, ხო? ბოდია დაждდება და სტაფილოს შეჭამს. ჩვენ ავიღებთ სალატს. ბოდიასთვის ავიღებთ სალატს. მე ყველაზე უკალორიო სალატს ვირჩევ. უბრალოდ დამიჯერე. ეს მწვანელი და პომიდორია, რადგან აქ ქათა მიგვაქვს. რადგან აქ მიქსი გვაქვს და სალატს ვირჩევთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სხეულისთვის და შემდეგ ჟენია, შენ რა გინდა? და ასე რომ დავიწყოთ. შეხედე, მოდი ასე გავაკეთოთ. მისმინე, მეჩვენება რომ ბოდია დღეს დასჯილია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ მიმოხილვა ბურგერზე, რომელიც ძალიან ცხიმიანია. ცხიმიანი ბურგერი? ცხიმიანი ბურგერი, კი. კარგი. უკვე ბოგდანის სახე წარმომიდგენია, როცა ამ ყველაფერს შეხედავს და თვითონ ვერ შეჭამს. კარგი, აჰა, გეთანხმები. ოპერატორი მე ვიქნები. ბავშვებო, უზარმაზარი მენიუ შევუკვეთეთ. შეხედეთ ამ ყველაფერს. უგემრიელესი რამეებია. ერთ დღეში ვერ შეჭამთ. ყოველ შემთხვევაში შეხედეთ. ნიკოლისთვის ავიღეთ კარტოფილი გემრიელი ბეკონით. ეს ჩემი საყვარელია. როგორი სუნი აქვს რომ იცოდე? თუ ჭამთ, კარგი მადა უნდა გქონდეთ. თუ არა და წადით და ჭამეთ. ნეტა ვიცოდე რა სასიამოვნო სურნელი აქვს. რა სასიამოვნო სუნი აქვს ყველაფერს. არარეალურია. გემრიელი ბიგმაკი ავიღე. უბრალოდ შეხედე. მეჩვენება რომ უკვე მოგშივდა, ამაში დარწმუნებული ვარ და ჩემთვის შეხედე, მოიცა. შემდეგ ნიკოლმა მაკრაფი აიღო თავისთვის, მადის აღძვრალად გამოიყურება და შემდეგ ცოტა მოგვიანებით ჩვენ შენთვის ყველაზე გემრიელი რამე ავიღეთ. ბოსნეული სალათი. ინებე და აი შენი соуსი. და სალათის соуსი. კოკაკოლა არ მიგიღია.
რადგან არ შეგიძლია. სერიოზულად? ახლა ხან ჰამბურგერები, ჩიზბურგერები და კარტოფილი ფრი შევუკვეთეთ. ძალიან გემრიელი სუნი აქვს. რა თქმა უნდა, მის სალატს მე თვითონ შევჭამდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბოგდანისაა და მე ბიგმაკი უნდა ვჭამო. ბავშვებო, ახლა იქნება სცენა, რომელსაც ბოდია ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე, მაგრამ დღეს ადგილები გავცვალეთ. არასდროს მიფიქრია, რომ ამას ბოდიასავით გავაკეთებდი, მაგრამ ახლა ამას ვაკეთებ. მე აქვსი ვარ და ყველაფერს უყურებ. ბოდია კი ასე აკეთებს. ძალიან გემრიელია, ძვირფასო დღიურო, ვერ გადმოვცემ იმ ტკივილსა და დამცირებას, რასაც ახლა განვიცდი. სინამდვილეში ტანმოვარჯიშეები ასე ჭამენ. როცა ტანმოვარჯიშე ვიყავი, არაჯანსაღად არ ვჭამდი, სულ სალათებს ჭამდი. მას სრემლები მოსდის, მისი სრემლები უკვე მოედინება. შეხედეთ, გამომწერებო, რა უსამართლობაა ეს? უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ როგორ ვჭამ ზედმეტად, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ როგორ შეჭამა ბოდიამ სალათი. ეს უბრალოდ მაგარია. ხალხო, მე ისევ მშია. თქვენ მეხუმრებით, ხო? გსურთ რომ ხუმრობა განაგრძოთ ჩემთან? ჭამე, ახლა მინდა დავიძინო, თუმცა გართობაც მინდა. ნიკოლ, გაქვს რაიმე შემოთავაზება თუ არა? როდესაც ტანმოვარჯიშე ვიყავი, ყოველდღიურად ვარჯიშით ვიწყებდი, ამიტომ ვარჯიშით უნდა გავხდნებდეთ. კარგი. იქნებ ყავა დავლიოთ და კრუასანი ვჭამოთ? ძალიან მომწონს ნიკოლის იდეა ტანმოვარჯიშის შესახებ. ჩემი იდეები ყოველთვის კარგია. კი. ამიტომ ნიკოლ, ჩვენ ახლა სავარჯიშო ხალიჩა გვჭირდება და ის მათ სახლშია. ჩვენ წავალთ. პრინციპში მათ სახლამდე მისასვლელად 5 წუთია საჭირო. წავიდეთ სპორტულ მაღაზიაში და ხალიჩა ვიყიდოთ. აი სპორტული მაღაზიაც. აი მაღაზიაც. უკვე იპოვეთ არა? მაჩვენეთ. ორი განსხვავებული ტიპის ვიპოვეთ. ახლა რომელს ეს ავირჩევთ ლურჯი თავისი. ლამაზია. კი, მაგრამ ის საკმაოდ სქელია. როგორც ბოდია. როგორც იქნა? როგორც იქნა ვიყიდეთ და იცით რა? ახლავე უნდა გავხსნათ. საქმე მხოლოდ ხალიჩებში არ არის. კარგი, შეხედე, ერთი თხელი ხალიჩა გვაქვს. მეორე კი უფრო სქელი. იმედია, თვითონ ეს უფრო ავიღებ. სქელი ბოდიასთვისაა? ეს ხელებზე სატარებელს გავს. მაინტერესებდა სპორტსმენები როგორ იკეთებდნენ და ვკითხე. კალს, მითხრა რომ ბენდენა ერქვა და სწორედ ასე ქვია ბენდენას. მე მას თავის საყრდენს დავარქმევ. ვაუ, უკვე ნეონი ანათებს. უბრალოდ ულტრაის ფერის გარეშე, სულალური ნეონი. ზლატას შეშურდება. დავიწყოთ, მაშასე. ხალხო, იმისათვის რომ დადებითად დაიმუხდოთ, კარგად იგრძნოთ თავი, სპორტით უნდა დაკავდეთ. სპორტით რომ დაკავდეთ, გახურებაა საჭირო. ჩვენ ახლა რამდენი მოვარჯიში უნდა გავაკეთოთ? ჯერ ჭამაზე ვიფიქრებდი. ასე რომ, ვარჯიშებს ვიწყებთ. ზემოდან ვიწყებთ, ქვემოდან ვასრულებთ. ეს ჩემმა ცეკვის მსმენელმა მასწავლა. ანუ ჩვენ ვიცი. არა? დაახლოებით. თავით დავიწყოთ. ჯერ წინ, შემდეგ უკან, შემდეგ გვერდზე და შემდეგ მისმინეთ, კომენტარებში დაწერეთ ვის გავს ნიკოლი. გონი ეპილეფსიას გავს. რა არის შემდეგი? მოკლედ, უბრალოდ ფრთხილად იყავით. წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ. შენი სინქრონიზაცია იდეალურია. რაღაცამ დაიდგაცუნა. კი, მართალია. მოკლედ, ხელის გულებს ხრებზე ვიდებთ და წრიულ მოძრაობებს ვაკეთებთ. წავიდა. ასე? შემდეგ ფეხებს ასე ვაკეთებთ. გასაგებია? პირველი ილეთია კალათა. დადეკით მუხლებზე, იმისათვის რომ არ დავარდეთ. ჯერ ხელებზე ვდგავართ და შემდეგ წვებით. აი ასე გააკეთე, რომ სულელურად არ დავეცეთ. დაწეკით. აჰა, გასაგებია. აიღეთ მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი და მარჯვენა ფეხი. ორივე ფეხი და ხელი ერთნაირად უნდა გქონდეს. 1, 2, 3 და გამოიყენეთ კუნთები მთელი სხეულის ასაწევად. სადაცაა ვიმშობიარებ. ასე რომ, შემდეგი სავარჯიშოა არყი. ჯერ ფეხებს ვწევთ, ვაჩვენებთ, ახლა აწევა და ხელები იქით დააწყვეთ. ვიცი. იდეალურია. წინდები მაღლა და ფეხები შეატყუპე. ახლა კი ფრთხილად იყავი. ამ პოზიციაში უნდა დარჩე. ახლა კი ნელა ხელები ქვემოთ ჩამოუშვათ.
ასე რომ, შემდეგი ვარჯიში პლანკია. ეს ძალიან საინტერესო ვარჯიშია. ეს ჩვენი სხეულის ყველა კუნთის ვარჯიშია. რთული რაღაცაა. ქალთა რეკორდის დამყარების დროა 4 საათი და 20 წუთი. და მამაკაცების? მამაკაცებს კი 60 წუთი და 45 წამი აქვთ. კაცებს 3 საათით ნაკლები აქვთ. ახლა კი შევამოწმებთ, რამდენხანს შეგვიძლია გაძლება. პირადად ჩემი რეკორდი 4 წუთია. ვიდეოს გადაღების დროს პატარა სცენაზე ვიდექი. 1, 2, 3. ერთი წუთი და 6 წამი. ეს შენი პირადი რეკორდია. ნეტარებაა. ნიკოლ, ბოლომდე, მიდი. აქ ვდგავარ და ვფიქრობ, დავნემდე თუ არა. მართლა, ნიკოლ, მიდი. შენ ამას შეძლებ. დრო მაჩვენე დრო. არა, არ განებდე. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ. არა. კარგი, მაჩვენე. ერთხელ მაინც მაჩვენე. 3 წუთი და 9 წამი. კიდევ შეგიძლია 5 წუთი. ვერა, კარგი რა. 5 კიდევ არა. შეგიძლია 5 წუთი. 5 წუთამდე 2 წუთი გაკლია. 3 წუთია, რაც ეგრე ხარ. 2 წუთსაც წესით გაძლებ, არა? 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, ზუსტად 4 წუთი. მიდი. 20 წამი დარჩა. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 5 და 12. 5 წუთზე მეტხანსაც კი ხარ. ფიქრობ ეს ძალიან მაგარი შედეგია. სინამდვილეში მე ნამდვილად ვერ გაუძელი. ჩემი წონის გამო ძალიან რთულია. ბავშვებო, შეგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ. ეს ჩემი პირადი რეკორდია. როცა 4 წუთიანი რეკორდი დავამყარე, ეს 3-4 წლის წინ იყო. ახლა გავაუმჯობესე. ხოდა, როგორც იქნა კინოში ვარ. როგორც იქნა. დღეს პოპკორნს მაინც შევჭამ. ამის ჭამა მაინც შეიძლება. უკვე ველოდები როდის წავალ და ერთი სუნი მაქვს როდის შევალ და პოპკორნს შევჭამ. შენთვის სიურპრიზი გვაქვს. კარგი, დედამ თქვა, რომ ჩვენ გამოწვევის წესებს ბოლომდე უნდა მივყვეთ. და პოპკორნის ჭამა არ შეგიძლია. მოიცა, არ შემიძლია? კარგი, რადგან გამოწვევას ასრულებ, დღეს სტანმოვარჯიშესავით იკვევები და ასე არ არის. არა. და არ შეგიძლია. მოდი ფილმს უყუროთ. ნიკოლ, ხო, ერთი მაინც მომეცი. არა. ერთი პოპკორნი, მეტი არაფერი მინდა. არა. ხალხო, როგორ მოგეწონათ ფილმი? იცით რა? სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომეწონა. მე ძალიან მომეწონა. კარგი რა. რადგან პოპკორნი არ მქონდა, ფილმის საყურებლად არაფერი მქონდა. იმდენად მინდოდა, რომ იმედი მქონდა, რომ საღამოს მაინც შევჭამდი პოპკორნს. ეს გემრიელია ხრაშუნა? არა, გონი არ არის. კარგი, სახლში წავიდეთ. სახლში წავიდეთ. ალბათ რამეს შევჭამთ. ალბათ რამეს შევჭამთ. კარგი, ერთი რამე მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოდიას დღეს არაფერი უჭამია, უფრო სწორად, ძალიან ჯანსაღი საკვები შეჭამა, რომელიც პრინციპში ყოველთვის უნდა მიირთვას, მაგრამ ამ გამოწვევაში ძალიან კარგად გაართვა ამ ყველაფერს თავი და ვფიქრობ, რომ იმსახურებს ამას. პოპკორნი ხომ არ გინდა? არა, ახლა მესმის, თუ დავიწყე, უნდა გავაგრძელო, რადგან თუ ახლა შევწყვეტ, ცუდი იქნება. კარგი სუნი მოთხოვება აქვს. მქონდა, რომ ახლა მხოლოდ ყოსვით შემესუნთქა. კარგი სუნი აქვს? რა ვთქვა? 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის და არ დაგავიწყდეთ მისი და ლაიქება. და ჩვენ და ჩვენ გავიქეცით. კარგად. კარგად